რაც შემიძლია თქვა ვაკო ის რომ მზად ვართ ხო რომ გავაგზელოთ და კიდევ უფრო მეტი ცეცხლი დაენთოს აი აქ. მაშინ ყურადღება ქალბატონებო და ბატონებო. მეორე ბრძოლა. მებრძოლი ლურჯკუთხეში. საგარეჯოდან საქართველო სალეჰ ხაირხაბაროვი. ვაკო რაც მინდა ვთქვა რომ მეორე ორთაბრძოლის ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, ვიცი რომ ორივე ძალიან გამოირჩევა ტექნიკურობის სტრაიკინგში და დიდი იმედი მაქვს რომ ნამდვილად მაღალი დონის სტრაიკინგს ვიხილავთ მეორე ჯგუფში. აი გამოვალენ მებრძოლები და ორიოდე სიტყვით შემდეგ შევეხები მათ. ორიოდე სიტყვით ასევე მინდა ჰარუთის დებიუტს და მის მომავალ კარიერასაც შევეხო. აი გამოვიდნენ მებრძოლები და შემდეგ უკვე შემოგიერთდებით. ხოლო მისი მოწინააღმდეგე გახლავთ. მებრძოლი წითელ კუთხეში. ახალციხიდან საქართველო ჰარუ ტოროსიანი. და ახლა უფრო მეტი ინფორმაცია ორივე მებრძოლის შესახებ და ვიწყებთ ტრადიციულად ლურჯი კუთხით. მებრძოლი ლურჯ კუთხეში. მისი ასაკი გახლავთ 20 წელი. წარმოადგენს საბრძოლო კლუბ Afghan Fight Club. მისი წონა გახლავთ 65.8 კილოგრამი, სიმაღლე 175 სანტიმეტრი. მას აქვს პროფესიული დებიუტი. მებრძოლი საგარეჯოდან საქართველო სალეჰ ხაირხაბაროვი. ხოლო ჩემგან ხელმარჯვნივ მებრძოლი წითელ კუთხეში, რომლის ასაკიც გახლავთ 18 წელი. წონა 65.8 კილოგრამი, სიმაღლე 180 სანტიმეტრი. წარმოადგენს მიხეილ მესხის საბრძოლო კლუბს მე-13 ლეგიონი. მებრძოლი ახალციხიდან საქართველო ჰარუ ტოროსიანი. პირველი რაუნდი. ოღონდ ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს ახალციხეში. რის თქმაც მინდოდა ის სტილი ესე რომ ვთქვათ ძალიან გავს ჩალს ოლივეირას სტილს. ძალიან სანახაობრივი მებრძოლია ჰარუთი. და აი როგორც ვამბობდი ძალიან ძლიერი ქიკი დაიწყო მშვენიერი. გაცვლებით დაიწყეს. ნამდვილად ძალიან კარგ სტრაიკინგ შემოგთავაზებს. დარწმუნებული ვარ ჰარუთი. მარცხენა სპინინგ კიკი და დაიჭირა ესე რომ ვთქვათ მოძრაობაზე და გადაიყვანა ჰარუთმა მიწაზე სალეჰი. ნახოთ როგორ გაგრძელდება ორთაბრძოლა. ჯერჯერობით გარდში, სალეჰის გარდში, აი შეკრა, კარგი გარდი შეკრა ნამდვილად სალეჰმა. ჰარუთი კი გარდში მოექცა, უნდა მოახერხოს პოზიციების გამყარება და დარტყმების შესრულება, რასაც აკეთებს ჰარუთი. აი კორპუსში ძალიან კარგად ემუშავება ეხა ჰარუთი სალეჰს. სალეჰი თავისუფლად ეხა გალიისკენ მიდის რომ გალის დახმარებით მოახერხოს და წამოდგეს ფეხზე და სტრაიკიში გადაიყვანოს. ტოროსიანს კარგად უჭირავს მეტოქე და ძალიან გაუჭირდება ნამდვილად ხაირხაბაროვს.
კი, აი რასაც ვამბობდი, ჰარუც არანაირი პრობლემა არ აქვს, არც ესე რომ ვთქვათ, ჭიდაობაში, არც ჯიუ-ჯიტსუში და არც სტრაიკინგში, ასე რომ ვთქვათ, ნამდვილად სრულყოფილი მებრძოლია ჰარუთი და ეს დაშები გაუშვა! შეიძლება ნამდვილად იპოვოს აქ ტექნიკური ნოკაუტი, მაგრამ ახლა ქვემოდანაც როგორ მუშაობს ძალიან მაინც? კარგი აფქიქები იყო ეხლა სალეის შესრულებით, მაგრამ კარგ პოზიციაში ექცევა, კარგ პოზიციაში. ნოკაუტი და შეიძლება მამებისდებით ტექნიკური უნდა გააჩეროს გურამნარსია თუ ასე გაგრძელდა. შეიძლება ნამდვილად, მაგრამ თავის მხრივ იცავს ეხლა სალეის თავს, რამოდენიმე უპასუხოდ დარტყმას და დიდი ალბათობით გააჩერებს რინგის რეფერი ამ ორ ბრძოლას. უბრალოდ არ უნდა დაიღალოს ეხლა ამ დარტყმებში. არა, ვეღარ იცავს თავს ფაქტია. უბრალოდ არ უნდა დაიღალოს ეხლა აქ ჰარუთი, არ უნდა დახარჯოს ბევრი ენერგია, რადგან ინარჩუნებს მაინც ფხიზლად არის სალეი და ამ დარტყმებს იტანს. აზრი აღარ აქვს, მე მგონი უნდა გააჩეროს გურამნარსიამ. გააჩერებს აუცილებლად გააჩერებს და არის ჰარუთ ვირალბია. ჰარუ ტოროსიანმა მოიგო წინვალე ბრძოლა. მოახერხა და პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოახერხა და გაიმარჯვა და ახალციხეში დატოვა თავისი მეორე და თავის გუნდის და თავის ქალაქის მეორე ორთაბრძოლა. აი როგორც ვამბობდი, ვაკო ჰარუთი ნამდვილად გამორჩეული სტრაიკერია და არანაირი პრობლემა არ აქვს მას არც ჭიდაობაში, არც ჯიუ-ჯიტსუში და არც სტრაიკინგში მით უმეტეს და ეს ესე რომ ვთქვათ, დაგვიმტკიცა ჰარუთმა. ჰარუ ტოროსიანმა რეიჯიდან ჩასვლად ვერ მოვასწარი, ისე უკან მომიწია დაბრუნება. აპლოდისმენტები. მართლა მაგარი ბრძოლა იყო. ძალიან რთულია ასე დარტყმებს გაუძლო და ალბათ ვინც არ უნდა ყოფილიყო მისი მოწინააღმდეგე, რა ვიცი, ამ ბიჭს ქონია ხელები თუ ქონია ოჩახი. გაუმარჯოს ღმერთმა. და ახლა უკვე ფორმალობა. გამარჯვებული მებრძოლი წითელ კუთხეში. ჰარუ ტოროსიანი. მას დააჯილდოვებს IFL-ის სპეციალური თასით ახალციხეს სიტის დამფუძნებელი გელა გელაშვილი. აი ეს პატივისცემა მებრძოლებს შორის ნამდვილად ბოლოს გამოირჩევა. ზუსტად ამით დასრულდა და სასიამოვნოა. მით უმეტეს, როდესაც დებიუტი აქვთ მებრძოლებს, ორივე ახლა იწყებს თავიანთ პროფესიულ კარიერას და პროფესიულ გამარჯვებებს და ორივე მებრძოლს ნამდვილად წინ აქვს ყველაფერი ჯერ. მიულოცოთ გამარჯვება ჰარუ ტოროსიანს და მე-13 ლეგიონის მეორე ბრძოლა სრულდება გამარჯვებით. ჯერჯერობით ახალციხე 100%-იანი შედეგით მიიწევს წინ 2-დან 2.